დილომშვიდობისა მოგესალმებით საგარეჯოში ვიმყოფები, სადაც იუსტიციის სახლის რიგით 125 ფილიალი გაიხსნება და ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა ის მომსახურე სერვისი, რასაც იუსტიციის სახლი მომხმარებლებს სთავაზობს და კახეთის რეგიონში ეს იქნება საგარეჯოს ფილიალის ჩათვლით მე-19 იუსტიციის სახლის ფილიალი, რომელიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. დეტალებს კი იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ ჟვანია გაგვაცნობს. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და პირველი და მთავარი კითხვა რაც მაქვს არის ის რომ და ყველას აინტერესებს, როდის გაიხსნება იუსტიციის სახლის საგარეჯოში. დილამშვიდობის, მოგესალმებით ყველას, როგორც უკვე აღნიშნეთ, ვერთვებით საგარეჯოდან, სადაც უკვე სრულდება მოსამზადებელი სამუშაოები გახსნისთვის. ეს არის რიგით 125 ფილიალი იუსტიციის სახლის და ამ ყველაფრის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ სერვისზე და საუბარი გვაქვს 500-მდე სერვისზე, რომელსაც მთელ ქვეყანას თავაზობს იუსტიციის სახლი. საინტერესოა, რამდენ თანამშრომელს და მოქალაქეს დაასამხებს ეს ფილიალი. თქვენ კითხვის ბოლო ნაწილს რო დაუბრუნდეთ, ხვალ დილის 9 საათიდან საგარეჯოს მაცხოვრებლებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ იუსტიციის სახლს და მიიღონ ყველა ის სერვისი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. რაც შეეხება დასაქმებას, იუსტიციის სახლი აქ ამ ადგილზე დაასაქმებს 20 თანამშრომელს, ასევე ეს გახლავთ ის ფილიალი იუსტიციის სახლისა, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვა სიპები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედის, როგორებიც არის საჯარო რეესტრი, სერვისების განვითარების სააგენტო, აღსრულება, პრობაცია, ასე რომ დაახლოებით 50-მდე თანამშრომელი იმუშავებს ამ იუსტიციის სახლში. რამდენადაც ვიცი, საქართველოს მასშტაბით იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ იუსტიციის სახლის ფილიალი არ არის, მუშაობს მობილური იუსტიციის სახლი, ხო? აი საგარეჯოს და კახეთის რეგიონში უფრო სწორად რამდენად ხელმისაწვდომი არის ეს სერვისი? ჩვენი მთავარი პრინციპი და მიზანი გახლავთ ის, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი სერვისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ამ მიმართულებით გვაქვს ორი პროექტი, ასე ვთქვათ, ერთი ეს არის იუსტიციის სახლები, მეორე ასევე არის მნიშვნელოვანი მობილური იუსტიციის სახლები. ანუ იქ, სადაც იუსტიციის სახლი არ არის, მუშაობს მობილური იუსტიციის სახლი, კახეთიც ამ მიმართულებით არ დაგვრჩენია, ასე ვთქვათ, აქაც სრულად ვფარავთ მთელ რეგიონს, აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად აქ კახეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ იუსტიციის სახლის სერვისით, როგორც იუსტიციის სახლებში, ისე მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობითაც. კი ბატონო, და საინტერესოა, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით რამდენ მოქალაქეს ემსახურება იუსტიციის სახლი? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ შემიძლია ის ციფრი, რომელსაც მე ახლა გავაჟღერებ, ნამდვილად საამაყო ციფრია. შარშანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 5.555.000 ადამიანს მოემსახურა იუსტიციის სახლი და აქ იგულისხმება როგორც იუსტიციის სახლები, ისე მობილური იუსტიციის სახლები. აქედან გამომდინარე, ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პროექტი, ასე ვთქვათ, და ჩვენი მიზანი, რომ მოვიცვათ მთელი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს 500-ვე სერვისი იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, რომ ჩვენ სხვა გზაც კი არ გვაქვს, რომ არ მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან და რაც შეიძლება ახლოს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ სერვისებით ისარგებლო. და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, იგეგმება თუ არა საქართველოს მასშტაბით ახალი ფილიალების გახსნა კიდევ უახლოეს მომავალში? კი, ჩვენ აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებითაც, საგარეჯოს გარდა კიდევ 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის სახლი გაიხსნება გლდანში, ახმეტაში, მცხეთაში, ტოლებში, ჭალაში და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მშენებლობების დასრულების შემდეგ და მობილური იუსტიციის სახლების კიდევ რაოდენობის გაზრდის საფუძველზე თითქმის მთელ ქვეყანას დავფარავთ და ყველასთვის სახლთან ახლოს იქნება ხელმისაწვდომი ყველა ის სერვისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ გამომწურავი ინფორმაციისთვის. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საგარეჯოში რიგით 125 ფილიალი გაიხსნება და კახეთის რეგიონში კი ეს იქნება მე-19 ფილიალი, რომელიც გააგრძელებს ფუნქციონირებას და ადგილობრივები მიიღებენ ყველა იმ მომსახურე სერვისს, რომელსაც იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს.